Hey, გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ქართველო ხალხო, ჩემო სიყვარულო გულო და სულო. თქვენი ზალი, თქვენი სიხარული და თქვენი სიყვარულით მე, ასე ვთქვათ, ფეხზე ვდგევარ. დღეს უბრალოდ მინდა რომ სეზონი არის, ცოტა ესე შემოვარდა ნიყვი საქართველოში და არსებობს რამოდენიმე რეცეპტი, ძირითადად ტრადიციულად მიჩვეულები ვართ თაში, მაგალითად იმერეთ თაში როგორ აკეთებენ კეცზე, ცეცხლზე მიყრიან, მოყრიან, კარგს დაადებენ, გამოაცხობენ და ესე მარტივად გემრიელად, ნატურალურად მიირთმევენ. არანაირი წინააღმდეგი არა ვარ, ეს ერთ-ერთი რეცეპტი არის და იმისი იმპროვიზაცია, იმაზე ინსპირირებული იმპროვიზაციით მე ვაკეთებ ჩემს რეცეპტს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, დაგანახოთ როგორ კეთდებენ და ხშირად გამოვლით ხოლმე უღელტეთს და ხელთ მოიყოლებთ ჩოხატაურის თუ ქუთაისის თუ ლანჩხუთის თუ ზესტაფონის ბაზრებში და ასე შემდეგ. Ცადეთ ესე დააგემოვნეთ, გააკეთეთ თქვენთან ოჯახში და დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. იმისათვის რომ ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი ნიყვი, გვჭირდება ხახვი, თეთრი ვლომად, რომელსაც უსებ ჭავჭრი. ზეცხმარობთ, იმიტომ რომ კარაქი არ დაგვეწვეს და გავიცვათ, იმიტომ რომ კარაქი ხო იცით რომ ვერ იტანს მაღალ ტემპერატურაზე და ნიყვი აუცილებლად უნდა მომზადოთ მაღალ ტემპერატურაზე. გავუშვებთ ჩვენ ხავსს და დიდხანს არ მოვწავავთ ამ ხავსს. მინდა უბრალოდ ჩვეულებრივად რომ ხავსს მოეკიდოს კარამელიზაცია და არ იყოს არც შემწვარი ძალიან, არც უმი რომელიც ხარატუნებს. ამასობაში ავიღებთ რამოდენიმე კბილ ხანიოს. ასევე ხავსთან ერთად მოვიყვანთ. მე ხავსი უკვე სუბუქად ოქროს კარამელიზაციას რომ მოეკიდებს, მაშინ უკვე მზად არის. ანუ არც უმი არის, არც ბოლომდე კარამელიზირებული არის, უბრალოდ პირველი მოკიდება აქვს ნიორთან ერთად, აი ეს ლამაზად. ავიღებთ პირდაპირ ამ ნიყვს. მოვათავსებთ ჩვენ აფაზე. არ დაინანოთ ბლომად. ვიცით რომ არ არის ეს ასე ვთქვათ, ესეთი იაფი სიამოვნება. არ არის ეს იაფი სიამოვნება. ან წელიწადში ერთხელ შეგვიძლია ჩვენ თავს მეთქეთ მაგის უფლება. ამასობაში ეს რო ეხლა იხრაკება, ითუთქება, ცოტა მწვანე ხავსი ხმარ. ის რა თქმა უნდა გაამდიდრებს თვითონ ის გემოს. ძალიან ბევრი ახლა დააფიქსირებ და იცით იმას, რომ ნიყვს არაფერი არ უნდა, კარაქი უნდა და ღუმელი. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ეს ჩემი ვარიაცია არის და ჩემი კერძი არის, ამიტომ უმზადე და იტყვით იმას, რომ ნიყვის გემო იქრება და ქიძის გემოზე გადაყავთო, ყვილი არის, სადეთ სახში, ნიყვი იმდენად ძლიერი არის და კარაქიანი არის, თვითონ ცხიმიანი სოკო, რომ მკვეთრი გემო აქვს, რომ აქ ქიძი ბოლოში იდება ძალიან ცოტა. იმპილი ოდნავ სიცხარესთვის დაღებილი წითელი წიზაკა, თავისთავად მარილი. მარილი ცოტა მეტი უყვარს, იმიტომ რომ მოტყბო არის შაქრიდან გამომდინარე. შაქრიდან გამომდინარე შაქარს იწვევს თვითონ უშუალოდ ხახვი და თვითონ სოკოც, ასე ვთქვათ, მოტყბოს ენ უფრო მიდის, ვიდრე მომწაროს. და აი ესე გემრიელად კანელა. შე როგორი სონელი ტრიალებს, მე როგორი მათი სამღვზველი არის და მე როგორ ქართული არის. სხვათა შორის მინდა მოგახსენოთ ჩემო მეგობრებო, რომ ევროპაში ნიყვის ფასი იწყება 100 ევროდან. ამიტომ ნიყვი არის ერთ-ერთი უძვირფასესი დელიკატესი ამ სეზონის. მოდი ვიტყვით, რომ მინდვრის ხიზივალა არის. და დავასრულოთ. აი ეს მჟავე ტონი მიყვარს, მე ძალიან ბროწეულს ვუმატებ ხოლმე. ყველაფერს უხდება ქართულ კერძებს ბროწეულს.